იპოდრომი უბეტონო მხარე და მოძრაობა მწვანეებმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით იპოდრომის დასაძავად აქცია საშემოდგომო ფესტივალი გამართა. ორგანიზაციის წევრების თქმით იპოდრომზე თბილისის მერიის მხრიდან უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს და მათთვის მიუღებელია საბურთალოზე ერთადერთი რეკრეაციული სივრცის ჩაბეტონება. აქციაზე სხვადასხვა აქტივობებიც მოეწყო. ჩვენი კორესპონდენტი ნატა ჭელიშვილი აშუქებს აქციას. საბურთალოს ტერიტორიაზე ერთადერთი სარეკრეაციო სივრცის ჩაბეტონება მიუღებელია ასეთი ორგანიზაციის წევრების შეფასება იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს მშენებლობა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, არის მიუღებელი, რადგან მწვანე სივრცე ფაქტიურად ქალაქში, დედაქალაქში აღარ რჩება. ორგანიზაციის წევრების თქმით, ერთი წლის წინ იპოდრომის მოსახლეობამ აქ მიმდინარე მშენებლობასთან კავშირებით სარჩელით შეიტანეს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ არ არსებობს რაიმე დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ იპოდრომზე მშენებლობა არის ნებადართული. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ არქიტექტორსაც, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ამ სივრცის ჩაბეტონება არის მიუღებელი. ეს მშენებლობა არის უკანონოდ მიმდინარე. მშენებლობა, რომელიც იწყება პროექტის გარეშე და მადგლობრივი მოსახლეობასთან შეხვედრის გარეშე, ითვლება უკანონოდ. თუმცა სასამართლო სისტემა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს სწრაფად და დროულად გავაპროტესტოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეტანილია სარჩელი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანები იყვნენ ჰარმონიაში ბუნებასთან და აქ არ მოხდეს ისეთი ნაგებობების და კონსტრუქციების შემოტანა, რაც დაარღვევს ბუნებრივ ლანდშაფტს. ეს ფორმა, საფესტივალო ფორმა, ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ ხოლმე მსგავსი ფორმის ფესტივალებს, იმიტომ რომ ვცდილობთ ხაზი გავუსვათ იმ ღირებულებას და მნიშვნელობას, რასაც იპოდრომი ატარებს. ისეთ აქტივობებს გეგმავთ, რომელიც საიხასუსამს რისთვის არის მნიშვნელოვანი იპოდრომის შენარჩუნება. მე უფრო ველოდი, რომ როდესაც გადაწყდა ამ ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა, უფრო მეტი აზრის გათვალისწინება იქნება, თუნდაც ურბანული თვალსაზრისით, რისთვისაც უნდა გაკეთებული იყო რაღაც კონკურსი იმ ადამიანებისა, რომელსაც აქვს გამოცდილება აი ესეთი ტერიტორიების გამოყენების. აქ არის როგორ გამოვიყენებთ ამ ტერიტორიას და გამოვიყენებთ არა ერთი ადამიანის სურვილის მიხედვით, არამედ აი იმ თემის, იმ სამეზობლოს, იმ ვინც რეალური, ასე ვთქვათ, მომხმარებელია ამ ტერიტორიის. ერთი კვირის წინ თბილისის მერს კახი კალაძეს ვკითხეთ, როდის დასრულდებოდა იპოდრომზე მიმდინარე მშენებლობა, თუმცა თბილისის მერმა ჩვენი ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე ამ წუთებში ორგანიზაციის წევრები აქცია პერფორმანს მართავენ.